თუკი აბიტურიენტი ხართ და მთელი წელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე ბიზნესისა და მართვის ან სამართლის სკოლაში ჩასაბარებლად ემზადებოდით, ამას ვეღარ მოახერხებთ. ქართულმა ოცნებამ ფაკულტეტების ნახევარზე მეტი გააუქმა. იმ სასწავლო პროგრამებზე კი, რომლებიც გაუქმებას ჯერჯერობით გადაურჩა, მიზაღები ადგილები ისე შეზღუდა, რომ შესაძლოა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღოთ, მაგრამ სასურველ ფაკულტეტზე მაინც ვერ მოხვდეთ. იქიდან გამომდინარე, კვოტები როგორ გადანაწილდა უნივერსიტეტებს შორის, ცხადი არის, რომ ეს შემცირება დიდწილად სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე ხდება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ, როდესაც წინა წელს 4200-მდე სტუდენტი ყავდა მიღებული, ახლა გვისაზღვრებს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღება. 300 სტუდენტი უნივერსიტეტისთვის რას ნიშნავს? ეს არის მარტო მევასწავლის სემესტრის მანძილზე 300 სტუდენტს და მთელმა უნივერსიტეტმა შესაბამისად უნდა იფუნქციონიროს აი იმით, რასაც 300 სტუდენტის დაფინანსება მოუტანს უნივერსიტეტს. ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4200-დან 300-მდე შეამცირეს საბაკალავრო საფეხურზე მიღებების რაოდენობა, ასევე რადიკალურად მაგისტრატურას და მთელი პროგრამები არის, რომელიც საერთოდ არ არსებობს, გააუქმეს, რაც უნივერსიტეტის ფუნქციონირება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ჩაათვალეთ, რომ უნივერსიტეტი გადაიყვანეს მილევად რეჟიმში. აქამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაკალავრიატის საფეხურზე 4200 მისაღები ადგილი ჰქონდა. ახლა ეს რიცხვი 300-მდე შემცირდა. მაგისტრატურის ეტაპზე მისაღები სტუდენტების კვოტა 751-ს აღწევდა. დეფორმის შედეგად კი 60 გახდა. უმაღლეს სასწავლებელში 60%-ითაა შემცირებული პროგრამების რაოდენობა. ილიაუნიში შეგეძლოთ 40 სასწავლო პროგრამიდან აგერჩიათ სასურველი პროგრამა. ახლა თქვენი არჩევანი ჯამში მხოლოდ 16 ფაკულტეტია. ქართულმა ოცნებამ 20 წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდა თაობაში ყველაზე პოპულარულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს 93%-ით შეუმცირა მისაღები ადგილები. მთელი ეს ცვლილებები ასე ხშირად გაერთიანება, არ გაერთიანება, გაუქმება, არ გაუქმება, იმას ნიშნავს, რომ ეს ყოფილი გათვლილი არ ქონდათ. ერთადერთი რაშიც პრინციპულები რჩებიან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება. გაურკვეველი არის არგუმენტი, რომელიც მოყავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ამბობენ, რომ დედა უნივერსიტეტი უნდა გააძლიერდეს. ანუ გამოდის, რომ შვილის განადგურებით ან სხვა პატარა ახალგაზრდების განადგურებით რატომღაც დედა გაძლიერდება, ამიტომ ამასობაში დედობას ის ქმნის, რომ დედას უნდა ყავდეს თავისი შთამომავალი. დეფორმამდე კვოტებს თვითონ უმაღლესი სასწავლებლები ადგენდნენ. ახლა რომელმა უნივერსიტეტმა რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს, ამას რეჟიმის პრემიერი კობახიძე განსაზღვრავს. ქართული ოცნების განათლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებს კვოტების შესახებ გადაწყვეტილება უკვე დაუგზავნა. 2026-2027 სასწავლო წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტები ჯამში 21300 სტუდენტისთვის გამოაცხადებენ მიღებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სავარაუდოდ პარტიული მორჩილების ნიშნით დამატებით რამდენიმე ათეული მისაღები ადგილი მიიღო. ყველაზე მეტად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაზარალდა. პროფესორებს არ სჯერათ, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ქართული ოცნების მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ცოტა სტუდენტი სწავლობდეს საქართველოში, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი იღებდეს უმაღლეს განათლებას და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული შავ სამუშაოზე, მშენებლობებზე, რა ვიცი, მიმტანებად, დისტრიბუტორებად და ასე შემდეგ. და ამისთვის აკეთებენ იმას, რომ ამცირებენ უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობას, ზოგიერთ უნივერსიტეტს პრაქტიკულად აუქმებენ, მაგალითად გააუქმეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეალურად გააუქმეს ასევე მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტი, ჩამოაჭრეს პროგრამები სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის უნივერსიტეტებს და ასე ცდილობენ, რომ შეამცირონ იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც შეუძლია აქტიურად გამოხატოს უკმაყოფილება მათი პოლიტიკის მიმართ. ახლა ვისაც მეტი აქვს კოტირება მიღებული, მათთვისაც დიდი საფრთხეა, რომ შემდეგ წელს წაართვან ადგილები, კოტირებამ და შრომითი ბაზრის ეგრეთ წოდებულმა კვლევამ და მისმა გამოქვეყნებამ დაგვარწმუნა იმაში, რის ეჭვიც ჰქონდა ჩვენ, რომ ჯერ იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და შემდეგ წარმოადგენეს ეს შრომითი ბაზარი და ცდილობენ რაღაცნაირად დაუკავშირონ და გაამართლონ, თუმცა ესეც არ გამოსდით. აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის შენარჩუნებისთვის მებრძოლები 9 მარტს ილიაუნის აკორპუსთან შეიკრიბებიან. ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველისკენ მარში დაიძრება სახელწოდებით „არ დავთმობთ უნივერსიტეტს, დაიცავი განათლება“.